მოგესალმებით მეგობრებო, China Cars RDLG. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ სუჯოუში, სადაც მოვედით ჩვენი პარტნიორების ავტოსალონში და რა თქმა უნდა, როცა ვამბობთ ჩინურ ავტომობილს, უმეტესად პირველი ასოციაცია მოდის Zikri, იმიტომ რომ Zikri არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტექნოლოგიების ავტომობილი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე აღჭურვილი, ყველაფრით რაც კი შეიძლება იყოს. და მოვედით ჩვენი პარტნიორების ავტოსალონში, სადაც დგას უამრავი Zikri-ები, სუსუ ახალი მოდელები, ჯერ ისინი, რომელიც საქართველოში არ გვინახია. მოვბრძანდით შიგნით ვნახოთ რა გვაქვს. ესე იგი, დაუბრუნდეთ ჩვენ Zikr 001-ს. გადმოდივართ ესე იგი ჩვეულებრივ ვერსიაში და რას გიყვებით, ახლა შეხედეთ ამას ყველაფერს. ესე იგი, ჯერ ეს ერთი. ვიცით რომ კარებები აქვს ელექტრონული. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარები გაიღება და რაღაცას მიეჯახება მაგალითად. მაგალითი. ვაღებთ კარებს, მოვიდა, გაჩერდა. მეტი კარები თვითონ არ გაიღება. გამოვიწიე, გაიღო. ამასობაში ყველაზე სწორი კარების გაღება იქნება ესე. მოვდივართ ავტომობილთან, ვაჭერთ ღილაკს და კარები გაიღება მთლიანად. თუ რამე შეუშლის კარებს, გაჩერდება არ მიარტყავს, რა თქმა უნდა. ეხლა რაც ეხება კომპლექტაციებს. ამ მანქანას აქვს სამი ძირითადი კომპლექტაცია, ეს არის Mi, We და You. Mi არის ყოველთვის უკანა წამყვანიანი, We არსებობს როგორც უკანა, ასევე 4x4-ზე და არსებობს კომპლექტაცია You. კომპლექტაცია You სხვათა შორის აქვს კიდევ Z სპორტის ვერსია. რითი განსხვავდება Z სპორტის ვერსია? უყენია 22-იანი დისკები, აქვს Brembo-ს პერფორირებული სამოხრუჭე დისკები და სალონი იქნება შავი სტაფილოსფრით ალკანტარის. ამას კონკრეტულად ამ მოდელს აქვს ნაპას ტყავის სალონი, ძალიან სხვათა შორის ხარისხიანი აწყობაა, ძალიან ხარისხიანი სალონია. მოდით ჩავჯდეთ შიგნით და დავათვალიეროთ ესე კი რა ხდება. ჯერ ეს ერთი გამოვიდა ამ მანქანის რესტაილინგი. რესტაილინგში ერთ-ერთი რაც დაემატა, ერთ-ერთი რაღაცა, ეს არის აი მოდით გაჩვენოთ ეკრანი. ვიღებთ 4-თიც, ვატრიალებთ და ეკრანი გაჩერდა შუაში. უსმევთ, ეკრანი მიუტრიალდა გვერდზე სავარძელს. კიდევ რა აქვს ამას? ესე იგი არსებობს სპეციალური ფილმები, რომელსაც ჩართავთ და აქვს კინოთეატრის ეფექტი. რას ნიშნავს კინოთეატრის ეფექტი? ვჯდები მანქანაში, ვრთავ ფილმს, რა თქმა უნდა, ყველანაირი დეფლექტორები აქვს, სავარძელი ყველაფერი და რატო ვახსენე ხა ეს დეფლექტორები? ესე იგი, ჩავრთეთ ფილმი, თქვათ ფილმში უბერავს ქარი მარჯვნიდან მარცხნივ. დეფლექტორები გააკეთებს ისე, რომ დაგიბერავთ ჰაერი მარჯვნიდან მარცხნივ. ან მაგალითად რაღაცაში იმყოფებით უნდა გაგაქანაოთ, სავარძელი დაიწყებს ქანაობას, მოძრაობას და ასე შემდეგ. მოკლედ 4D ეფექტს გაძლევთ ეს ყველაფერი. ეხლა შეხედეთ ერთ რაღაცას კიდე ზევით. ეს არის გამჭვირვალე სახურავი, რომელსაც სინამდვილეში აქვს რამოდენიმე რეჟიმი. მაგალითად, ჩამოვწიე ქვევით და სახურავი ხდება აბსოლუტურად გამჭვირვალე. შევამჩნიეთ ერთი რაღაცა. უმეტეს ჩინურ ავტომობილებს, განსაკუთრებით ესეთ ტექნოლოგიურ ავტომობილებს, მარჯვენა უკანა სავარძელზე აქვს აუცილებლად წინა სავარძლის მართვაც. რასაც მარცხნივ ვერ დაინახავთ, იმიტომ რომ მარცხნივ მძღოლია და არ უნდა შეუშალოთ მძღოლს, რა თქმა უნდა, მაგრამ მარჯვენა სავარძელზე, უკანა მარჯვენა სავარძლიდან ყოველთვის შეგვიძლია მართოთ წინა სავარძელი. თითქმის ყველა ჩინურ ავტომობილს რომელშიც ვიჯექით, ესეთი რაღაცა აქვს. მხოლოდ მარჯვნივ უკან, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეუშლით მძღოლს. აი ესეც ესე, კიდევ ერთი ფაქტი ჩინური ავტომობილების შესახებ. ესე იგი რა გვაქვს უკან? უკან
სავარძლებს შორის, წინა სავარძლებს შორის გვაქვს ინტერაქტიული ეკრანი. აი, ახლა მაგალითად გამოყვანილი არის ფერები. აი, შეხედეთ. გავწიოთ. გავაკეთოთ მაგალითად წითელი. გაწითლდა. დავცვლით ფერებს როგორც გვინდა. აქ რა თქმა უნდა ამით ვცვლით. აი ესე. იქით აქეთ. კარგი, სხვა რა არის? მუსიკის მართვა. გაგრილება, გათბობა, კლიმატ კონტროლი. კიდევ რა გვაქვს? ხმის მომატება. ასევე უკანა სავარძლებზე ესეთი მოსაქაჩი გვაქვს. მოვქაჩავთ და იღება armrest-ი ეგრეთ წოდებული. აქ პატარა ჩასადებია, საკმაოდ დაბალია სხვათა შორის. არაფერი ისეთი. ტელეფონის დასადები. აქ გამოდის ორი ჭიქის ან ბოთლის ჩასადები. შემდეგ რა თქმა უნდა Isofix-ი. ეს არის ბავშვის სავარძლის დასამაგრებელი. ქვევით იმედია გამოჩნდება. ვაჭერთ ღილაკს და გამოდის ორი USB Type-C დამტენი. ესეც ესე. იცით ეს რა არის? წინა სავარძლებსაც იგივე აქ ეს არის. პატარა დინამიკები, აქედან მოდის მუსიკა. გადავიდეთ Zikr 001-ის საბარგულზე. ნახოთ. რა ხდება? ესე იგი რა გვაქვს აქ? საკმაოდ დიდი საბარგული. შეგვიძლია მოხსნათ ეს, აი ეს. მინდა გითხრათ, რომ არც თუ ისე მოსახერხებელია ამის მოხსნა. აბა შევხედოთ რა ხდება ქვევით. არც არაფერი არ ხდება ქვევით. ეს იატაკი შეიძლება ავიდეს ზევით. აი მაგალითად. ვიღებთ ამას. ამოვიღებთ. დავდებთ ზევიდან და საბარგული აიწია ოდნავ ზევით. ანუ შეგვიძლია extra space-ი ავიღოთ, როცა ჩავწევთ ქვევით. მაგრამ ცოტათი არა მოსახერხებელია, აი ეს, აი ამის მოხსნა. ეს უნდა მოხსნათ, მოკლედ მთელი ამბავია ამის მოხსნა, ამიტომ არ მოხსნი და რა თქმა უნდა აქ არის 1, აქ არის 2, ასევე აქ არის 12 ვოლტიანი და 220 ვოლტიანი დენის წყარო. რატომღაც ბევრი არ ამბობს, ან ავიწყდება თქმა, მაგრამ არსებობს ესეთი რაღაცა. ჩვენ ვიცით, რომ კარები იღება ერთი ღილაკის დაჭერით. მაგრამ ხალხი კითხულობს, ესო მექანიზმიო, მალე გაფუჭდებაო, ან თუ გაფუჭდება, რა ვქნათო? აი უყურეთ მეგობრებო. ყველა ავტომობილს, რომელსაც ესეთი მექანიზმი აქვს, სინამდვილეში აჭერთ ღილაკს ესე, გამოწევთ და აღებთ კარებს აი ესე. აი ეს არის ამის ავარიული მექანიზმი გაღების კარების. არა მარტო დადებით, არამედ დააჭერთ, გამოწევთ და გამოაღებთ კარებს. აი ესე იღება კარები, როცა ავტომობილი იბლოკება. მოძრაობთ Zikr 001-ით. კომპლექტაციაში U, ეს არის 4x4-ზე. 600 რაღაც ცხენის ძალა აქვს ამ ავტომობილს. მართალი რო გითხრათ 007-ში მე უკეთესად გძნობ თავს ვიდრე 001-ში, მაგრამ აქვს რაღაც თავისი ეშხი ამ ავტომობილს აქვს, რა თქმა უნდა. მაგალითად, ავიღოთ ღილაკების ვიბრაცია. ესე იგი, აი აქ რო დავაჭიროთ ნებისმიერ ღილაკს, ხო სენსორულია და ესეთ ვერ უნდა მივხვდეთ, როდის ჩაერთოვეთ, მაგრამ რო ვაჭერ, ვიბრაციას იძლევა. თითში მაძლევს ვიბრაციას, რომ ჩაერთო გამოერთო. თითქოს ღილაკს დავაჭირებ, არადა სინამდვილეში არის აბსოლუტურად სენსორული. დიდი ეკრანი, მინდა ჩემსკენ, მოვატრიალე. ეს სხვათა შორის ახლა გაჩვენებთ, აქ არის რამოდენიმე მოუდი, ეს არის მანქანის ზევით აწევა, მანქანის ქვევით ჩამოწევა. ესე იგი, ტარების მხრივ საკმაოდ რბილია, საკმაოდ ჩომია, საკმაოდ არა რეალურად ჩომია, როგორც 007 ისეთივე ჩომია. უფრო მგონი რომ მაღლავზი ვარ ვიდრე 007-ში. რაღაცნაირად
რაღაცნაირ სხვანაირი გზნობაა, აი თითქოს C-სა და I კლასს შორის რაღაც განსხვავებები რო იპოვოთ, აი ასეთი განსხვავებები აქვს. ტორმოზი, რა თქმა უნდა, რეაგირებს ეგრევე ოდნავ დადებაზე, ფეხის მიდებაზე რეაგირებს. რული ძალიან ინფორმატიულია. არ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევით იც დაადებთ და მანქანა მოუხვევს, არა. იმდენს მოუხვევს, რამდენიც თქვენ გნებავთ და ძალიან მარტივი შესაჩვევია. და დავაჭიროთ აბა გაზს 1 2 3. ვაა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 აaესეც მიდის, გასაღები იყო წინ, გაჩნდა უკან. კრიფავს რა ჩვეულებრივი სამოქალაქო ვერსიაა 001-ის, მაგრამ კრიფავს გიჟივით, რა ვიცი. მე რომ მკითხოთ, ეს არის იმაზე უფრო მეტი საკმარისი, ვიდრე თქვენ შეგეძლოთ წარმოგედგინათ, რომ ავტომობილმა იმას, რომელსაც ყოველდღე ხმარობთ, ავტომობილს, რომელსაც ყოველდღე ხმარობთ და გჭირდებათ სიმძლავრე, აქ უფრო მეტი სიმძლავრეა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. არასდროს არ დაგჭირდებათ სავარაუდოდ ესეთი რაღაცის გაკეთება. იმიტომ რომ, ჩვეულებრივი მანქანაა, მაგრამ კრიფავს როგორც რა ვიცი, Sport Dragster-ი რავი. ეხა F-ს ვერ შეადარებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ის თუ როგორ დადის, ის თუ როგორ უჭირავს გზა, ის თუ როგორ გძნობთ მანქანას, თითქოს მე და მანქანა, აი როგორც ფეხით მივდივარ და ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მარჯვნივ არ მარცხნივ მოუხვიო, ისევე ვიცი რა გავაკეთო, როცა მანქანაში ვზივარ, ანუ ავტომატურად ხდება ყველაფერი, თითქოს მე ვარ ავტომობილი. მაგრამ არის ნიუანსები. მაგალითად ჩართული არის კლიმატი და მიბერავს ცივი ჰაერი. არ მინდა გამორთვა მე ამ კლიმატის, მიბერავს ცივი ჰაერი, ვეძებ ხელით, ანუ სად გავაკეთო, მაგრამ უნდა ვიცოდე, როცა პირველად ვზივარ ავტომობილში, რა თქმა უნდა არ ვიცი, უნდა ვიცოდე რომ უნდა შევიდე ესე იგი კლიმატში, აი ისევ და ისევ, სად უნდა შევიდე კლიმატში, აი უნდა შევიდე კლიმატში და შემდეგ გავწიო ის რომ მე არ მიბერავდეს. მაგრამ ამაზე ყველაფერზე ხო უნდა გადავიტანო ჩემი თვალები მოძრაობის დროს საკმაოდ რთულია. ან უნდა ვიცოდე ჩინური ენა, სანამ ინგლისურზე გადაიყვანენ და უთხრა ეს ყველაფერი და თვითონ გააკეთებს ავტომობილი. რა თქმა უნდა, ჩინეთში ძალიან მარტივია. უთხარი ჰაივა. ჰაივა. შემდეგ ეტყვით, რასაც გნებავთ და იმას გააკეთებს. არ გვინდა ივა. მოკლედ, იაქციეთ ყურადღება, აქ გიჩვენებთ ყველაფერს და აქ მიჩვენებს ყველაფერი რა ხდება. ანთებული მაქვს მანიშნებელი იმის, რომ ურხვევ მარცხნივ, შუქნიშნას მიჩვენებს სად რა ანთია, გვერდზე ავტომობილებს, ვის რა აქვს ანთებული, ვინს ადაპირებს წასვლას და რაც თავარია არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვინმეს დავეჯახო თუ მაგალითად უხვევ და ეხლა ხან გადაგვიჭრა წინ ავტომობილმა, დავაჭირი აქსელერატორს, მანქანა არ წავიდა. მიხვდა, რომ ოდნავ კიდე 1 მეტრიც და დავეჯახებოდი, ამიტომ მანქანა არ წავიდა. ძალიან სასიამოვნო ავტომობილია. ძალიან კარგად დადის და მე მგონი მოცულობაც შიგნით საკმაოდ დიდი აქვს. აი ეს არის Zikr 001-ის ჩვეულებრივი კომპლექტაცია U, რომელიც არის 4x4-ზე. ამოვირჩიეთ, სად გავაჩეროთ ავტომობილი, მიუთითეთ როგორ გავაჩეროთ ავტომობილი, პარალელურად თუ აი ესე შევიდეს როგორც ჩვენ მიუთითეთ, დაინახა ადგილი, მე არაფერს არ ვაჭერ, თვითონ აკეთებს ყველაფერს. და სხვათა შორის მე მეგონა რომ შემეშინდებოდა, როცა ავტომობილი თვითონ აკეთებს ყველაფერს, რომ რამეს არ დაეჯახოს, მაგრამ არა. მაინც არაფერს არ გეშინია, თვითონ აკეთებს ყველაფერს. არ არის გზნობა იმისი, რომ ოღონ არ დაეჯახოს. ესე იგი, როგორც აქამდე გაჩვენეთ, ავწიეთ მანქანა ზევით, მოდით გავზომოთ ტელეფონებით. ეს არის 11 Pro. ტელეფონი და 2 თითი. ეს არის ყველაზე ზევითა რეჟიმი. ჩავწიოთ ქვევით. აღარ შევა. შევა ჩემი 3 თითი.
აი ამ დონეზე ადის და ჩადის ავტომობილი ზევით ქვევით. თქვათ გააჩერეთ ავტომობილი და ვერ გადმოდიხართ. უпроსოდ ვიღაცამ დაგიყენათ გვერდზე და ვეჯდებით ავტომობილში. არ გაქვთ თან მობილური, არ გაქვთ აპლიკაცია, არაფერი, მაგრამ გაქვთ აი ეს პატარა ოთხკუთხედი, დავარქვათ ამას გასაღები. ვაჭერთ ღილაკს. მანქანა გვეუბნება რომ რაღაცას ვიზავო და მანქანა მოდის წინ. გამოვიდა, გავაჩერეთ, ჩავჯექით, ნუ მოკლედ. იგივე უკან ვაჭერთ ღილაკს, რომელსაც ახატია უკან ის არის. მიდის. სხვათა შორის თვითონ გაჩერდა, არ დაეჯახა კიბეს, მე არ გამიშვია ღილაკზე. მიხვდა სად არის კიბე და გაჩერდა. კედელს არ დაეჯახება.